უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში ვაშლის ზღვის დასახლებაში მდებარე 158 საჯარო სკოლის პედაგოგების საიდენტიფიკაციო მონაცემები ადგილზევე შეიკრიბა. აქციის ფარგლებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სკოლაშივე დაარეგისტრირეს პედაგოგების განაცხადები მონაცემთა ბაზაში. აქვე იყო შესაძლებელი მათი იდენტიფიკაცია, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარებაც. შეთავაზება მასწავლებლებისთვის ეს არის ერთგვარი აქცია. მათ უფასოდ შეუძლიათ აიღონ პირადობის მოწმობები და მე მოვუწოდებ ყველა მოსწავლეს რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მონაწილეობა მიიღონ ამ აქციაში. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მივცეთ პირადობის ახალი მოწმობა და ამით უზრუნველყოთ ერთი მათი დაცულობა და ასევე ხელი შევუწყოთ უკეთეს საარჩევნო პროცესს. აქცია გრძელდება 23 იანვრის ჩათვლისგან სულ დარჩენილია 3 დღე, მათ შეუძლიათ მოგზადნენ და აიღონ პირადობის ახალი მოწმობები. ეხლა გაცემული არის დღის მდგომარეობით 26,000-მდე პირადობის მოწმობა, რაც წარმოადგენს საქართველოში არსებული პედაგოგების რაოდენობის 50%-ზე მეტს.